ამ ვიდეოს რო ვიღებდით, ამფიქრობდი რა უნდა იყოს საინტერესო, რისთვის დავდო ეს ვიდეო თქო. მაგრამ მოდი ჯანდაბას მაინც იყოს და დავდოთ. მოვამზადოთ ხინკალი. რა თქმა უნდა, აქ ახალი და რთული არაფერი არ იქნება, მაგრამ მოდი მაინც გავიმეოროთ რეცეპტი. დაგჭირდება 1 კილოგრამი ფქვილი, 400 მილილიტრი ცივი წყალი და რა თქმა უნდა მარილი. ცომს კარგად მოვზილავთ, დაახლოებით 15-20 წუთი დასჭირდება გააჩნია ხელში როგორი ძალა გაქვთ. თავიდან ვფიქრებთ, რომ ცომი არ იკვრება, მაგრამ აუცილებლად შეიკვრება და თან ძალიან კარგი ცომიც გამოვა. მოზელვის შემდეგ უკვე შეგვიძლია გავახვლოთ ცელოფანში და დავასვენოთ ოთახის ტემპერატურაზე 9 საათიდან 40 წუთამდე. ასე გამოვა იდეალური ცომი. და გასაბრწყელებლათაც მერწმუნეთ, ბევრად მარტივი იქნება. შემდეგ დავჭირათ ან მივცეთ ისეთი ფორმები, როგორიც გაგიხარდებათ. მე პირდაპირ ასე დავჭერი, რადგან ზედმეტ ცომს ასე აღარ დავხარჯავ. გავაბრტყელოთ და მივცეთ უკვე სასურველი ფორმები. ანუ ამ ხინკლების მომზადება ცოტა საღამოს დავიწყე, რადგან დღის მანძილზე გიგმაში არ მქონა ხინკლების მომზადება. საღამო პირას მომუნდეთ ოჯახში და ბარემ გავაკეთე. და ცოტა ნაკლებად ხარისხიანია ვიდეო. ამიტომ ბოდიში გიხდეთ ამისთვის. კარგი მოკლეთ უკვე შემდეგ გადავიდეთ ადუღებულ მარილიან წყალში და როცა უკვე ამოტივტივდება, აქედან ვადუღებ 10-დან 12 წუთამდე. მოკლედ სულ ეგარი რა. კარგად იყავით, გემრიელად მიირთვით.